გსმენიათ თუ არა ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ? რა თქმა უნდა, წლების მანძილზე დიდი ბრძოლებია ყარაბაღის გამო სომეხი და აზერბაიჯანი ერებს შორის. საიდან იღებთ თქვენ ინფორმაციას, რომელი მედია საშუალებიდან? ძირითადად კვირის პალიტრა და ახალი თაობა. ძირითადად ჩემი ეს არის, გამოწერილიც მაქვს, როცა გაზეთიდან ინფორმირდება. კი, გაზეთიდან და ტელევიზიიდან რა თქმა უნდა. დიახ, სვენია და ძალიან დიდი ხანია მისვლის. საიდან იღებთ რომელი მედია საშუალებებიდან ინფორმაციას? ძირითადად მედია საშუალება ტელევიზიიდან, იმედი. ტელეკომპანია იმედი. დიახ. დიახ. საიდან იღებთ რომელი მედია საშუალებებიდან ინფორმაციას? საინფორმაციოებიდან. იმედია, რუსთავი, ტელევიზია. თქვენი აზრით როგორ აშუქებენ? იჭერენ თუ არა რომელიმე მხარის პოზიციას? უფრო არ ამბობენ ნეიტრალურია უფრო. არც ერთის მხარეს იჭერენ, არც მეორეს. რა თქმა უნდა, სვენია. საიდან იღებთ ინფორმაციას? ტელევიზორიდან, მასმედიის საშუალებით. კონკრეტულად რომელ ოფიციალურში? აღარ მახსოვს, რავი. თქვენი აზრით შეიმჩნევა თუ არა ტელევიზიის მხრიდან რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოლებული გაშუქება? არ ვიცი. ესე ბოლომდე არ მაქვს ინფორმაცია. კი, რა თქმა უნდა. საიდან იღებთ ინფორმაციას, რომელი მედია საშუალებიდან? ადრინდელს თუ დღევანდელს? დღეს. ინტერპრეს ნიუსი, Facebook-ი. სოციალური ქსელები და ინტერნეტ მედიები. ყოფილითად. კი. თქვენი დაკვირვებით, რომელი მედია საშუალებები აშუქებენ ამ კონფლიქტს ყველაზე ობიექტურად და რომელი მედია საშუალებები ალბათ რუსთავი 2. რუსთავი 2? ალბათ რუსთავი 2 და იმედი. დიახ. რომელი მედია საშუალებებიდან იღებთ ინფორმაციას? ტელევიზიით. რომელი ტელეკომპანია? იმედი, რუსთავი 2. ყველაზე ობიექტურად რომელი აშუქებს ამ კონფლიქტს და რომელში შეინიშნება ტენდენციები ერთი მხარის? მე მგონი ორივე ერთნაირად აშუქებს. რა თქმა უნდა. რომელი მედია საშუალებებიდან იღებთ ინფორმაციას? საერთოდ შუქოლადან პაშტია. საიდან? შუქოლადან. შუქოლადან. ძირითადად რა თქმა უნდა, პირველი არხი რუსთავი 2. ტელევიზიებიდან. დიახ. თქვენი დაკვირვებით შეიმჩნევა თუ არა ქართული მედია საშუალებების მხრიდან რომელიმე მხარის მიმართ? არა. სვენია როგორ ამსვენია? რომელი მედია საშუალებებიდან იღებთ ყველაზე ხშირად ინფორმაციას? იმედი. თუ ტელეკომპანიებიდან. შეიმჩნევა თუ არა რომელიმე მედია საშუალების მხრიდან ტენდენციური გაშუქება რომელიმე მხარის მიმართ აზერბაიჯანთან სომხეთს? არა? რა თქმა უნდა, მსმენია. რომელი მედია საშუალებებიდან იღებთ ინფორმაციას ყველაზე ხშირად? ყველაზე ხშირად თქვენ წარმოიდგინეთ ვიღებ რუსთავი 2-დან. ტელეკომპანიებიდან მარტო რუსთავი 2-ს? არა, იმედი და მაგრამ ხშირად რატომღაც მიჩეული ვარ. როგორ არ მსმენია კი ბატონო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის ეს კონფლიქტი. რომელი მედია საშუალებებიდან იღებთ ყველაზე ხშირად ინფორმაციას? სხვადასხვა საშუალებებიდან ბატონო, უამრავი ის არის. ძირითადად? პირველი არხი ტელევიზიის, რუსთავი 2-ის, კურიერი, იმედი და ასე შემდგომდე. შეიმჩნევა თუ არა რომელიმე მედია საშუალების მხრიდან ტენდენციური გაშუქება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ? არა მგონია, ჩვენთან მაგ მხრივ არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ დაინტერესებული ვართ ორთავე ქვეყანასთან მეტნაკლებად კეთილმეზობლური ურთიერთობით ალბათ და შესაბამისად შეიძლება კვალიფიციური შედარებით, ანუ ხარისხობრივი ანალიზით რომელიმე არხი შეიძლება მეტნაკლებად ჩამორჩება რომელიმეს, მაგრამ როგორც ასეთი ტენდენციურობით არ მგონია ახლა ხასიათდებოდეს მაინც. კი. რომელი მედია საშუალებებიდან იღებთ ინფორმაციას ყველაზე ხშირად? ყველაზე ხშირად. იმედი, რუსთავი უყურებ თითქმის ყველა არხს. ტელევიზიებიდან. კი, ტელევიზია. გამოცემა და სოციალური ქსელები? არა, ვერა. შეიმჩნევა თუ არა რომელიმე ტელევიზიის მხრიდან ტენდენციური გაშუქება რომელიმე კონკრეტული მხარის მიმართ? მაინდა მაინც ვერ გეკცევ პასუხს.